ვინმე თქვენი კოლეგა, რომელიც მოგვიანებით დაზიანდნენ. უმარულ თქვამს ვინმეს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან ვარ დაზიანებული. აი ამ დარბაზში ბრალდებულების სკამებზე ვინც არიან წარმოდგენილები, ამათ იცნობთ? კონკრეტულად არც ერთს არის. შესაბამისად არც ერთ მათგანთან პრეტენზია არ გაგაჩნიათ, ასეა, ხო? ანუ მე იქნა გამომდინარე, რომ არ ვიცი ვინმე ეს როლი. თუ ეს ადამიანი მონაწილეობდნენ ჩემს დაზიანებაში, რა თქმა უნდა, მაქვს და თუ არა და თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ არ არის დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია. ბატონო, თქვენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საქმის მასალებს, როგორც დაზარალებული, გაცნობილი ხართ, ხო? არ გქონდათ სურვილი თუ უბრალოდ ანუ, როდესაც მე გამოძიებებთან ვიყო მისული, მაშინ იყო გადაწყვეტილი რომ მე უნდა წავსულიყავი თურქეთში, ჩემი თვალის პრობლემებთან დაკავშირებით და არ მიმიქცევია ყურადღება და არც ჩავთვალე საჭიროდ რომ გავცნო. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ კითხეთ ბრალდების მხარეს, რომ თქვენ ხო გაქვთ პრეტენზია, როგორც ეხლა თქვით, რომ თუ მათგანმა რომელიმემ დამაზიანაო, ესე იგი მაქვს პრეტენზია. თქვენ არ დაინტერესდით გამოძიებამ რა დაადგინა, რა გამოიძია, თქვენ რომ ვინმემ დაგაზიანათ. იმასთან თქვენ ხო შეგიძლიათ მე სამოქალაქო წესით იდაოთ, მორალური ზიანი მოითხოვოთ და ასე შემდგომ. არ კითხეთ პროკურორს, რომ ვინ დამაზიანაო? ანუ, ჩემი მე როგორც ვიცი, ჩემს პირადად მე ვინ დამაზიანა, ჯერჯერობით დადგენილი არის, მიმდინარეობს გამოძიება. ეს ვიცი და დანარჩენ სხვა მასალებს არ გავცნობ. ესე იგი, გამოძიებული საქმის მასალები გამოგზავნილია სასამართლოში, წარმოდგენილი ბრალდებულები, რომ თქვენ დამზიანებლები არ არიან, შესაბამისად იცით. ანუ მე არ მithქვს. მე კონკრეტულად არ ვიცი, რომელმა დამაზიანდა. არც ის ვიცი დამაზიანა თუ არა ამ ხალხმა და. როგორ ვთქვა, რომ დამაზიანა არ დამაზიანა. არ გაქვთ პრეტენზია ამ ხალხთან. თქვენ აქციაზე იმყოფებოდით 2024 წლის 28 ნოემბერს. ასეა, ხო? შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს აქციაზე არ იმყოფებოდა, თქვენ ვერ დაგაზიანებდათ, ასეა, ხო? ბატონო მოსამართლე, კითხვები იქნებ დავუსვათ საქმის. არა, საქმესთან დაკავშირებით ვეკითხები. არა, შეფასდა და დასკვნა. არა, არანაირი კონკრეტულად დადგენილია ჩემი დაცვის ყოფი რომელ რიცხვში იყო იქ. შეფასებას არ ვეკითხები. შეფასებას არ ეკითხავ, ბატონო, მაგა პრეტენზია გაქვს თუ არა? თუ დადგენილია რომ არ იყო, მაშინ რა თქმა უნდა არ მექნება, მაგრამ არ ვიცი დადგენილი არის თუ არა. არ ვიცი დადგენილი არის თუ არ არის. არ მაქვს კითხვა, დადგენილი. კი ბატონო.